პოლიტიკას აქვს რამდენიმე განმარტება. თუმცა რეალური სამყაროს მოცემულობიდან გამომდინარე ვფიქრობ ყველაზე ახლოს არის შემდეგი. პოლიტიკა ეს არის კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის განხორციელებული მთელი რიგი მოქმედებები, ანუ არის მიზანი და საჭირო არის გადავდგათ ეს ნაბიჯი, რომ მივიდეთ აქამდე. იდეალურ სამყაროში მიზნის ფორმირება ხდება საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რეალურ სამყაროში მას ადგენს მართველი ელიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზნები ყოველთვის არ დაემთხვა საზოგადოების დაკვეთას. ამ მიზნების მიღწევის გზებს მართველი ელიტის პოლიტიკური კულტურა განაპირობებს. მაგალითად, სადმე მსოფლიოს მიკარგულ რეგიონში, აფრიკაში ან აზიის ღარიბ ქვეყნებში ეს ელიტა თავად დიდი სიამოვნებით მონაწილეობს ძირითად საქმიანობაში. ისინი ვერ აანალიზებენ, რომ სახელმწიფო მოხელეები არიან და სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუციებით. ნაცვლად ამისა ურჩევნიათ თვითონ იყვნენ პრემიერებიც, გენერლებიც, პოლკოვნიკებიც, მოსამართლეებიც, მეცნიერებიც, ეკონომისტებიც და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში მთელი ქვეყანა ერთი კაცის მოთხოვნებსა და ბრძანებებს ასრულებს. არავინ არის იქ მასზე ჭკვიანი და ბრძენი. შანსი არ არის, გამორიცხულია რამე ეშლებოდეს და რამეს არასწორად აკეთებდეს. ასეთი ხალხი ახერხებს, რომ თვითონ იყოს კონსტიტუციაც და მისი აღმასრულებელიც. აი ერთ მაგალითს გეტყვით. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ახსოვს ჩეჩენი ბიჭის, საიდ მუჰამად ჯუმაევის დაპირისპირება სპეცრაზმთან. ამბავი იყო ასე. 2021 წლის იანვარში ჯუმაევი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა. ადგილზე გამოცხადდა სპეცრაზმი, რომელმაც აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. სცადეს ჯუმაევის დაპატიმრებაც, თუმცა მან რამდენიმე ომონელი მოიგერია და ის ვერ დააკავეს. მალევე მთელი რუსეთი და შემდეგ უკვე დანარჩენი მსოფლიო მოიცვა ამ ვიდეომ, სადაც ჩანდა, რომ ერთი ჩეჩენი ბიჭი უმკლავდებოდა რამდენიმე სპეცრაზმელს. საბოლოოდ ის მაინც დააკავეს. ცოტა ხანში გავლენიანმა ჩეჩენმა პოლიტიკოსმა, დეპუტატმა, კადიროვთან უკიდურესად დაახლოებულმა პირმა და საკმაოდ სერიოზულმა ავტორიტეტმა ადამ დელიმხანოვმა ჩაწერა ვიდეო, სადაც ბიჭს მიმართა. როგორც აქ ხდება, რუსეთშიც იგივეა. პოლიტექნოლოგიების მიხედვით საჭირო არის გააშავო აქცია და უწოდო მას ეშმაკისეული, გაათანაბრო ნარკომანებთან და ასე შემდეგ. ნუ როგორც ხდება ხოლმე. დელიმხანოვმა თქვა, რომ მიტინგებზე შაითანები დადიან და ბიჭს შესთავაზა, რომ თუ მათ ხედვებს აღარ გაიზიარებს, რამზან კადიროვს შეუძლია ეს ამბავი სახელმწიფოსთან მოუგვაროს და თუ ბიჭი გამოვა კონტაქტზე, ისინი ამ საკითხს აუცილებლად დაულაგებდნენ. ჯუმაევმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახით თანამშრომლობაზე და ციხეში ჩაჯდომა ამჯობინა. მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი. მოდით, ერთი წუთი შევხედოთ ამ ყველაფერს სამართლებრივად. ანუ იყო აქცია, პოლიციამ ის არალეგიტიმურად გამოაცხადა, მოვიდა სპეცრაზმი, მოუწოდეს ხალხს დაშლისკენ, არ დაემორჩილნენ, დაიწყო დაკავებების სერია. ამ დაკავებების დროს სპეცრაზმთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა ერთ-ერთი მონაწილე. შემდეგ კი მიემალა. ანუ როგორც არ უნდა შევხედოთ, ეს არის სერიოზული სამართალდარღვევა. მით უმეტეს რუსეთში, სადაც მთელი სისტემა ძალაზე დგას და პოლიციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული სასტიკად ისჯება. მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამ ყველაფრის ფონზე ჩეჩნური მართველი ელიტა აცხადებდა, რომ თუ კი ჯუმაევი გაემიჯნებოდა აქციებს, მას სახელმწიფოსთან მოუგვარებდნენ. ვინც რეგიონალური პოლიტიკით უფრო გვიან დაინტერესდით, დელიმხანოვი შეიძლება გახსოვდეთ რუსეთ-უკრაინის ომიდან. ის მარიუპოლის შტორმში მონაწილეობდა. 2023 წელს რამდენიმე დღით საერთოდ გაქრა. არც კონტაქტზე გამოდიოდა, მაშინ რამზან კადიროვი უკრაინელებს დახმარებას თხოვდა, რომ ძებნაში დახმარებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან საბრძოლო მოქმედებების დროს ზიანი მიიღო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რამზანისთვის ადამი ნამდვილად უახლოესი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ბევრს გსმენიათ, რომ კადიროველები ან მასთან დაახლოებული პირები კანონზე მაღლად განან. მითია თუ რეალობა ეს. დღეს საკმაოდ საინტერესო თემა გვექნება. როგორ არის მოწყობილი ჩეჩნური პოლიტიკა, რეალურად რა მასშტაბის გავლენები აქვთ, როგორ იქმნებიან ავტორიტეტები ჩრდილო კავკასიაში და ასეთი ტიპის პოლიტიკას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ამ ამბავს ერთი ადამიანის მაგალითზე განვიხილავთ. 2021 წლის ბოლოს რუსმა ჟურნალისტებმა სახელმწიფო დუმის დეპუტატების აქტივობა შეისწავლეს. ბუნებრივია იყვნენ დეპუტატები, რომლებიც აქტიურად იყვნენ საქმიანობაში ჩართული და ისეთებიც, ვინც უბრალოდ ღილაკის დასაჭერად მიდიოდა. მაგრამ აღმოჩნდა ერთი დეპუტატი, რომელსაც მთელი 14 წლის განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ ჰქონდა ნათქვამი. ანუ მესამე მოწვევის დეპუტატი იყო და საერთოდ ხმა არ ამოუღია. ეს დეპუტატი იყო ჩეჩენი ადამ დელიმხანოვი. დელიმხანოვი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის შესახებაც რუსეთში იციან, რომ ბევრი არ უნდა ისაუბრონ. ან ძალიან დიდი სიფრთხილით თქვან მასზე რაიმე. ამ სიფრთხილის შესახებ იციან არა მხოლოდ ჟურნალისტებმა, არამედ უშუალოდ კრემლის თანამშრომლებმაც. მაგალითად, ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Rolling Stones მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ თუ კი ზელიმხანოვს გზაზე გადაეღობები, ეს ნიშნავს აშკარა სიკვდილს. რუსეთში მას ყველაზე საშიშ დეპუტატს უწოდებენ და ეს სერიელი სიტყვები არ არის.
როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი ილია იაშინი თავის ვიდეოში ყვება, ჩეჩნეთში მისი ზედმეტსახელი ჯალათია. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, დელიმხანოვის, ისევე როგორც მისი თაობის სხვა წარმომადგენლების და მათ შორის რამზან კადიროვის საზოგადო პოლიტიკური ცხოვრება იწყება ჩეჩნეთის ომიდან. აქ გასაკვირი ის არის, რომ ისინი რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ და ეს არა მოგონილი თეორიები, არამედ ფაქტებია. იგივე რამზანი ომის პირველ ეტაპზე შამილ ბასაევთან ხშირად ჩნდებოდა. ამ ომში სახელი გაითქვა სალმან რადუევმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ტერაქტების მოწყობა დაიწყო. მაგალითად 1996 წელს 350 კაციანი ბანდით რადუევი დაღესტანში, კისლიარში გადავიდა და საავადმყოფო აიღო. დაახლოებით 3000 ადამიანი გახდა მისი თქო. მოგვიანებით მოსკოვის საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში ედებოდა ბრალი. აი დაახლოებით ამ პერიოდში ახალგაზრდა ადამი იყო რადუევის პირადი მძღოლი. კურიოზულია, მაგრამ ამ ფაქტს რუსული პროპაგანდისტული საიტებიც კი არ მალავენ. მაგალითად, ლენტა რუს და კომერსანტს დღემდე უწერიათ საიტზე. ჩეჩნეთის მეორე ომში დელიმხანოვმა ბანაკი გამოიცვალა და კადიროვის მამასთან, ახმად კადიროვთან გადავიდა. ცნობისთვის, ახმად კადიროვი იყო რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირი. დელიმხანოვი აღარ იყო გუშინდელი რიგითი. ის იყო გამოცდილი საქმის გამკეთებელი, ეგრეთ წოდებული ბოევიკი და შესაბამისად უფრო სერიოზული საქმე ჩააბარეს. მისი მოვალეობა იყო ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მილსადენების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს რას ნიშნავს? როსნეფტის შვილობილი კომპანია გროზნო-ნეფტიგაზის მილსადენებიდან ხდებოდა არალეგალური დაერთებები და კონკრეტული ადამიანები ამით ფულს აკეთებდნენ, ანუ იპარავდნენ საწვავს. დელიმხანოვმა ეს პრობლემა მოაგვარა, მაგრამ არის კიდევ ერთი ვერსიაც, როგორც 2006 წელს ვრემია ნოვასტია იწერდა, დელიმხანოვმა უბრალოდ მოახერხა ის, რომ ეს ხალხი განდევნა და თვითონ დაეუფლა ამ მილსადენებს. მოგებას კი იყოფდა რამზან კადიროვთან. აი დაახლოებით ამ პერიოდიდან იწყება მათი მეგობრობის ისტორიაც. თუმცა არის კიდევ ერთი ვერსიაც, რომლის მიხედვით ისინი ნათესავები არიან, მაგრამ ეს რამდენად მართალია არ ვიცი. პარალელურად დელიმხანოვი აგრძელებდა იმ სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც რუსეთისგან გამოყოფას ცდილობდნენ. ის ამის გამო ახმად კადიროვის ჯილდოთიც არის დაჯილდოვებული. ამასობაში ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები. 2004 წელს ახმატი სტადიონზე ააფეთქეს. რამზანმა დაიწყო გავლენის მოხვეჭა, კონკურენტების განადგურება და საბოლოოდ 2007 წლიდან გახდა ჩეჩნეთის მმართველი. მის უახლოეს და სანდო პირს ადამს კი პოლიტიკური კარიერის აწყობაში დაეხმარა. რაღაც პერიოდი ადგილობრივ ხელისუფლებაში ამუშავებდა, შემდეგ კი უკვე ერთიანი რუსეთის სიით გახდა დეპუტატი. აი ასე, ტერორისტის ყოფილი მძღოლი გახდა პარლამენტარი. იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. იყო დრო, როცა ადამი მთებში იმალებოდა და რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო ახლა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ჩეჩნეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი გახდა. როგორც იაშინი ამბობდა თავის ვიდეოში, მისი ქონება შეფასებულია 9 მილიარდი რუბლით. თანაც საუბარია 2021 წლის მონაცემებზე. ზოგადად დელიმხანოვი რუსეთშიც კი არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის 2013 წლამდე. 2013 წელს მთელი რუსული სააგენტოები მოიცვა სიახლემ, რომ ერთიანი რუსეთის დეპუტატებმა დუმის მე-15 სართულზე ერთმანეთში ფიზიკურად იჩხუბეს. საუბარი იყო დელიმხანოვზე და ნაციონალისტური იდეებით სავსე ჟურავლიოვზე. ვერსიები იყოფა ორად. ნაწილი ამბობს, რომ ჟურავლიოვი უარყოფითად მოიხსენიებდა კადიროვს, ხოლო მედია წერს, რომ ჟურავლიოვი აპროტესტებდა ჩეჩნეთში მე-19 საუკუნის კავკასიის ომებში ქალების პატივსაცემად გახსნილ ძეგლს. ეს ქალები რუსულ ოკუპაციას უწევდნენ წინააღმდეგობას. ანუ ჩეჩნებისთვის ისინი არიან გმირები, ხოლო ჟურავლიოვმა დააყენა საკითხი, რომ ეს ძეგლი ხომ არ შეიცავს ექსტრემიზმის ელემენტებს, რაც იყო სისულელე. როდესაც გადაიკვეთნენ დეპუტატები, ადამმა ამის გამო პასუხი მოსთხოვა ჟურავლიოვს. დელიმხანოვმა ჟურავლიოვის ცემა და ჩხუბის დროს ოქროს პისტოლეტი გადმოუვარდა და კონფლიქტი დაუყოვნებლივ შეწყდა. გაირკვა, რომ ოქროს პისტოლეტები აქვთ კადიროვთან დაახლოებულ პირებს. დელიმხანოვი კადიროვისთვის ნამდვილად უახლოესი ადამიანი და მეგობარი არის. როგორც რუსული მედია წერს, ის ჩეჩნეთის ლიდერს ეხმარება უახლოესი პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებაში. იყო ასეთი ადამიანი, FSB-ს ოფიცერი, გორეცის მეთაური მოვლადი ბაისაროვი, რომელიც კადიროვს ძალაუფლების მიტაცებაში ადანაშაულებდა. კადიროვს სურს, რომ ყველა მას ემორჩილებოდეს. აზიური წიკები აქვს, ამბობდა ბაისაროვი. 2006 წლის 13 იანვარს ბაისაროვმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მის დასაკავებლად დაიძრნენ. 15 ნოემბერს კი გროზნოს პროკურატურაში მოვლადის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მას ბრალი ედებოდა 2004 წელს ჩეჩნური ოჯახის მუსავების გატაცებასა და დახოცვაში. თუმცა არანაირი დაკავება ჩაფიქრებულიც არ იყო. 18 ნოემბერს მოსკოვში FSB-ს ოფიცერი დემონსტრაციულად დაცხრილეს. მას 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც ჩეჩნურმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახსნა, დაკავების დროს მოვლადი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას, ამიტომ გამოიყენეს ძალა.
თვის ბოლოს მოსკოვის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, განაცხადეს, რომ ჩეჩნური პოლიცია კანონიერად მოქმედებდა. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ოფიცერის მოკვლიდან მეორე დღესვე დუმის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხაილ მარკელოვმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ სამხედრო ოპერაციას ადამ დელიმხანოვი ხელმძღვანელობდა. 2000-იანების დასაწყისში ჩეჩნეთში იყო კიდევ ერთი გავლენიანი და საკმაოდ შეძლებული ძლიერი იამადაევების ოჯახი. ძმები რუსლან და სულიმ იამადაევები ჩეჩნეთის ორივე ომში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. ისინი გამოცდილი სამხედროები და ომის შემდეგ პოლიტიკოსები იყვნენ. ორივე მათგანი პირადად პუტინმა რუსეთის გმირის ორდენებით დააჯილდოვა. რუსლან იამადაევი ერთიანი რუსეთის პარტიით დუმის დეპუტატიც იყო. მისი გავლენა კი სულ უფრო მზარდი. მის ოჯახს ექვემდებარებოდა სამხედრო ბატალიონი ვოსტოკი. ისე მიდიოდა საქმე, რომ კადიროვის სერიოზული კონკურენტი ხდებოდა, მაგრამ მათი ეს დაპირისპირება არჩევნებში, როგორც ხვდებით, არ გადაიზარდა. 2008 წელს მოსკოვის ცენტრში შუქნიშანზე გაჩერებისას ის დაცხილეს. მისი კიდევ ერთი ძმა ისა პირდაპირ ამბობდა, რომ მოკვლის ორგანიზატორი ადამ დელიმხანოვი იყო. სულიმი იმაზე შიშით, რომ კადიროვის წრე მასაც მისწვდებოდა, საერთოდ რუსეთიდან წავიდა. ის არაბთა გაერთიანებულ ემირატებში გადაცხოვრდა. მაგრამ 2009 წელს ისიც მოკლეს. პოლიციამ მკვლელი დააკავა და ის კადიროვის მეჯნიბი აღმოჩნდა. დუბაის პოლიციამ კი განცხადება გააკეთა, რომ იამადაევის მკვლელობაში ადამ დელიმხანოვის მონაწილეობის უთხოვარი მტკიცებულება აქვთ. ამის შემდეგ დელიმხანოვი ინტერპოლის სიაში აღმოჩნდა. თუმცა მკვლელი, რომელსაც 25 წელი ჰქონდა მისჯილი, 27 თვეში გაანთავისუფლეს, ხოლო დელიმხანოვი 2012 წლიდან ინტერპოლის სიიდან ამოიღეს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩეჩენი პოლიტიკოსები სოციალურ ქსელებს იყენებენ საკუთარი განცხადებების გასაკეთებლად. მაგრამ მარტო ეს არ არის. ისინი თითოეულ კომენტარს კითხულობენ და თუ კი ვინმე ცუდს დაწერს, შემდეგ ეძებენ ავტორს, რომ ბოდიშები მოახდევინონ. მაგრამ ჯერ მოდით დავიწყოთ პირველით. ზოგადად ჩეჩნეთში ცხოვრობს დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი. ნათესაური კავშირებით თითქმის ყველასთან არის დაახლოებული, ანუ თუ მდიდარი და გავლენიანი ხარ, ეს ნიშნავს, რომ რომელიღაც კლანთან ხარ დაახლოებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ყველას იცნობს. პოლიტიკური ელიტა პასუხისმგებლობას იღებს რესპუბლიკის მიღმა ყველა დანარჩენი ჩეჩნის ქცევაზე. პირდაპირ უხეშად თუ ირიბად ისინი ერევიან ბლოგერების, ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში, მათ საქმიანობაში. ზოგჯერ ამას აქვს თავის დადებითი მხარე, ზოგჯერ აქვს უარყოფითი. იყო ერთი ასეთი ჩეჩენი სოციალური ქსელების ვარსკვლავი ზელიმხან ზელიმხანოვი, რომელიც თავის თავს კადიროვს უწოდებდა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ სოციალურ ქსელებში ამყარებდა წესრიგს, ანუ თუ კი რომელიმე ბლოგერი, ვლოგერი ან იუთუბერი რაღაც ისეთს გააკეთებდა, რაც ნორმებში არ ჯდებოდა, შემდეგ ზელიმხანი დაძდევდა და ჭკუას ასწავლიდა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ საუბარს და მუქარას, არამედ ის ფულს ძალავდა. ცნობილი იუთუბერი ედვარდ ბილი ყვება, რომ ერთხელ გადაღებებზე კონფლიქტი მოვიდა დაღესტნელთან. ამის შესახებ ზელიმხანმა გაიგო და ბილს ბოდიშების სახით 2 მილიონ რუბლს ძალავდა. ბილის თქმით, მას და მის ოჯახს უთვალთვალებდნენ, აშანტაჟებდნენ და ასე შემდეგ. ბოლოს თავად ზელიმხანმა ერთ ვიდეოში განაცხადა, რომ ბილმა 1 მილიონი რუბლი მაინც გადაუხადა. შემდეგი ცნობილი ამბავი ასეთია. ავტობლოგერმა დავიდიჩმა თავის ერთ-ერთ ვიდეოში განაცხადა, რომ სხვისი აზრი არ აინტერესებს და ნებისმიერის გაგზავნა შეუძლია ერთი მიმართულებით. ვფიქრობ, მიხვდებით სად. შეშფოთებულმა ზელიმხანმა ეს ამბავი როცა გაიგო, კადიროვის მაისურით მიუვარდა დავიდიჩს, თავზე პისტოლეტი დაადო და უხსნიდა YouTube-ის ახალ წესებს. ყველაზე გახმაურებული ამბავი კი რუსი ბლოგერის კოვალენკოს და ზელიმხანის დაპირისპირება გახდა და ეს იყო ფინალი მისი როგორც სოცქსელების მსაჯულის კარიერაში. კოვალენკომ თქვა, რომ მისთვის ზელიმხანოვი არ არის ავტორიტეტი, ამის გამო ჩეჩენმა ბლოგერმა დაურეკა კოვალენკოს, შეხვდნენ და ჩხუბი დაიწყო. ეს ვიდეო ტელეგრამზე, ჩემს არხზე დევს და ძალადობრივი კადრების გამო აქ ვერ დავდება. ზელიმხანი მივიდა რამდენიმე ადამიანთან, დაიწყეს ჩხუბი და კოვალენკო მთელი ვიდეოს განმავლობაში ყვიროდა იმას, რომ ერთი რუსი იყო ამდენი ჩეჩენის წინააღმდეგ. საბოლოოდ რუსი ბლოგერი სცემეს, მაგრამ ამ ამბავმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ რუსულ ინტერნეტ სივრცეში. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჩეჩენ პოლიტიკოსებამდეც მივიდა და ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოში გადასულიყო საქმე, ის ხვანაირად განიხილეს. კადიროვის თხოვნით დელიმხანოვმა დაიბარა მხარეები და თქვა, რომ აღნიშნულში ზელიმხანოვი ტყუის და როგორი მართალიც არ უნდა ყოფილიყო, ერთ კაცზე ჯგუფურად თავდასხმა არ არის კაცური საქციელი. დელიმხანოვმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ შეეფერება ჩეჩნურ მუსლიმურ საქციელს. ზელიმხანმა ბოდიში მოიხადა, ხოლო ადამმა თქვა, რომ ის აუცილებლად აგებდა პასუხს. აღნიშნულ ინციდენტს უარყოფითი გამოხმაურება მოყვა, ადამიანები ჩიოდნენ, რომ როგორ შეიძლება ჯგუფური ძალადობა მოგვარდეს ასე საუბრით, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ზელიმხანოვის სამუდამოდ ჩამოშორდა YouTube-ის მოსამართლის საქმიანობას. ახლა კიდევ ერთ ინციდენტზე მოგიყვებით, როგორც ზემოთ გითხარით.
ეს პოლიტიკოსები სოციალურ ქსელებში ყურადღებით კითხულობენ თუ ვინ რა დაწერა მათი მისამართით. მაგალითად, ერთხელ როცა კადიროვი ინსტაგრამის ლაივში იყო გასული, ვიღაცამ დაუწერა: "შენ ადამიანი არ ხარ, შენ უბრალოდ შაიტანი ხარ." რა მოხდა შემდეგ? რამდენიმე დღეში იპოვეს კომენტარის ავტორი, რომელიც აღმოჩნდა 15 წლის ბიჭი. მან და მისმა ოჯახმა საჯაროდ მოიხადეს ბოდიშები. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის სულ ერთია რუსეთის რეგიონებში ვინ რა პოლიტიკას გაატარებს და ამაში რას გამოიყენებს. დევნას და აშინებას, სიკვდილს და ასე შემდეგ. ეს იმათი შიდა საქმეა, მომწონს თუ არა, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, მაგრამ ეს იმათი შიდა საქმე არის და სანამ ჩვენ ქვეყანას არ ეხება, რაიმე შეფასების გაკეთებასაც აზრი არ აქვს. ჩეჩნეთში, რომელიც იმართება უხუცესთა შედგენილი ადათებით, რომელსაც ემატება მკაცრი რელიგიური წესები და ვიწრო პოლიტიკური ელიტის მიერ ხელისუფლების უზურპაცია, რა თქმა უნდა, რომ სპეციფიკური მმართველობა იქნება. კიდევ ერთხელ მე არ ვსაუბრობ მომწონს თუ არ მომწონს, უბრალოდ ვამბობ, რომ ასეთი მმართველობაა. ისე ძალიან საინტერესო არის, სად გადის ზღვარი თმენის ვალდებულებასა და საპასუხო რეაქციის სახით ფიზიკურ ჯგუფს შორის. როგორც ვიდეოში მოგიყევით, ეს ზღვარი ჩეჩენი პოლიტიკოსებისთვის ფაქტობრივად არ არსებობს. ამ ამბავს იმიტომ შევეხე, რომ ჩვენი ქვეყნის ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საინტერესო და აქტუალური არის. გავიხსენოთ თუნდაც ზარქუა სანიკიძის მოქალაქესთან კონფლიქტი და გახარია სამხარაძის ფიზიკური დაპირისპირება. თმენის ვალდებულებაზე მინდა ვისაუბროთ და ხაზგასმით ჯერ ვიტყვი იმას, რომ არ გეგონოთ მე პირდაპირ ან ირიბად ჩეჩნურ მეთოდებს ვემხრობოდე. არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ იმ გამოწვევების შესახებ მოგიყვებით, რასაც პირადად მეც და დარწმუნებული ვარ სხვა ისეთი ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურები არიან, ხშირად ვაწყდებით. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად უსიამოვნო არის, როდესაც ვიღაც და მით უმეტეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას გაყენებს. სხვა საქმე არის, როდესაც ადამიანს აქვს კონსტრუქციული ჯანსაღი კრიტიკა შენს მიმართ, მაგრამ მეორეა, როდესაც შეურაცხყოფაზე, პირად შეურაცხყოფებზე გადმოდის. ასეთ დროს დამიჯერეთ, როგორც არ უნდა გქონდეს გააზრებული, რა საკეთებ და როგორ საქმეს ეწევი, რამდენიც არ უნდა გქონდეს შენ თავთან დიალოგი, რომ არ უნდა დაეცე მსგავს დონეზე, არ უნდა აყვე პროვოკაციას, ყოველთვის დამიჯერეთ, ყოველთვის არის იმის ცდუნება, რომ მოდი მე ახლა ამას ვიპოვი და პასუხს მოვთხოვ ისე, როგორც საჭიროა. პირდაპირ ვამბობ, რომ ონლაინში ერთმანეთში შეურაცხყოფა არც კაცურ საქციელად მიმაჩნია და არც ადამიანურად. რაზეა საერთოდ საუბარი, როცა კაცი ასეთ დონეზე ეცემა. ერთი მხრივ ამას ყოველთვის აანალიზებ და ხვდები, მაგრამ მეორე მხრივ ხომ გეუბნებით, სულ არის ეს ცდუნება, რომ მოდი ახლა ამას ვიპოვი და კლავიატურას გადავაყლაპებ. კიბერბულინგის თემა ძალიან კომპლექსური, სენსიტიური საკითხია, ხოლო მისი მოგვარება დიდი გამოწვევაა. მოსაფიქრებელია, რა შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ თან სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება არ დაირღვეს და თან ყალბ ანგარიშებს ამოფარებული პროფილებისგან და მათგან წამოსული შეურაცხყოფის ნიაღვრისგან დაცულები ვიყოთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომენტარების წერის გამო ერთმანეთს დავსდევდეთ, ცემდეთ და ვასახიჩრებდეთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც მექანიზმი არ არის მოსაფიქრებელი, რომ მოხდეს მსგავსის აღკვეთა. შეიძლება ერთხელ დახუჭო თვალი, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ერთხელაც ამოგასხას და რაღაც საშინელი პრეცედენტი შექმნა. ადამიანების ნაწილი იმდენად შეეჩვია იმას, რომ სიტყვების გამო პასუხს არავინ სთხოვს, რომ უპასუხისმგებლობაში გადასდით. ზუსტად ვიცი, რომ ვიღაც ადრე თუ გვიან რაღაც საშინელს ჩაიდენს. ამიტომ, როცა საუბარია პოლიტიკოსების თმენის ვალდებულებაზე, მე გარკვეულწილად მესმის, რომ ხანდახან ვერ უძლებენ ცდუნებას, რის წინაშეც აღმოჩნდებიან, რთულია თავის შეკავება, როცა პირად შეურაცხყოფას გაყენებენ, შენ ოჯახს ეხებიან, თან ცხელ გულზე ორმაგად რთულია. მაგრამ აქ ვაწყდებით ზუსტად პოლიტიკური დონის სხვაობას. ჩვენ გვინდა ყვავდეს რომელიმე ქვეყნის რეგიონის დონის პოლიტიკოსები თუ პირიქით ჩვენ გვინდა ყვავდეს ძლიერი, ამბიციური და დამოუკიდებელი სახელმწიფო შესაფერისი პოლიტიკოსები. არის თუ არა ქვეყანაში სასამართლო სისტემა, სადაც ადამიანებმა უნდა ვეძიოთ სამართალი თუ პირიქით ჩვენ თვითონ აღვასრულოთ სასამართლო, სამართალი და ქუჩა-ქუჩა ვეძებოთ დამნაშავეები და ისე მოვსხოვოთ პასუხი. ხელისუფლებამ ზარქუა სანიკიძის ამბავი გაამართლა და თქვეს, რომ როცა ხდება ოჯახის შეურაცხყოფა, ამას მოყვება საპასუხო რეაქცია და ეს არის ქართული საქციელიო. რა თქმა უნდა, ოჯახის შეურაცხყოფა არ არის არც ადამიანური, არც ვაჟკაცური საქციელი და ნებისმიერი ჩვენგანი მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს, საშინლად რთულია არ იმოქმედოს, ძალიან რთულია, მაგრამ ეს განასხვავებს რიგით მოქალაქეს პოლიტიკოსისგან. პოლიტიკოსმა ხომ აქეთ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში და დაანახოს, როგორ მოქმედებს ძლიერი სახელმწიფო. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსი მთავაზობს მე პირად ვენდეტას, ეს ხომ მეც მახალისებს, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ან სხვა ნებისმიერ სიტუაციაში არა კანონიერად ვიმოქმედო, არამედ მე თვითონ ვიყო მოსამართლე.
და მე თვითონ აღვასრულო სამართალი. ჩვენ ხომ არ გვინდა ასეთი სახელმწიფო, ჩვენ ხომ არ გვინდა სამართალი ჩვენი აღსასრულებელი გახდეს და ადამიანების ცემა ქართული საქციელით გავამართლოთ. მე პირადად ანუ ერთი რიგითი ადამიანის დონეზე არ მომწონს ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აეკიდება ტელეფონით, ცდილობს მის პროვოცირებას და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრით ეს არ არის ლამაზი საქციელი. მაგრამ მეორე მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას ხომ უნდა აჩვენებდეს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ ადამიანებს საზოგადოებას გვინდა ამბიციური სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და არა სხვა ქვეყნის რეგიონის მსგავსი. მე მინდა რომ მთავრობა ამ პასუხისმგებლობას განსაკუთრებულად მაღალ დონეზე გრძნობდეს. თუ ერთი ადამიანი მაინც ნახავს ამ ვიდეოს, ვინც ხელისუფლებაში არის, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ ან ჩემთვის რამდენად უსიამოვნო არის, წარმოიდგინეთ და წარმომიდგენია პოლიტიკოსებისთვის არ აქვს მნიშვნელობა მთავრობა, ოპოზიცია და ასე შემდეგ. იმათთვის კიდევ უფრო რართული არის შეურაცხყოფების ატანა, მით უმეტეს ყოველდღიურ რეჟიმში. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები მაინც ამ ცდუნებაზე მაღლა იდგნენ და თუ რაღაც პროვოკაცია ან კონფლიქტი არ გვარდება მშვიდის საუბარით, მაშინ ის გადაიყვანონ იმ სივრცეში, სადაც ეს სამართლებრივად უნდა გადაიჭრას. მე პირადად მირჩევნია, რომ ვიცხოვრო ასეთ ქვეყანაში. დღეისათვის კი სულ ეს იყო. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად ჩეჩნურ პოლიტიკაზე, ზოგადად თუნდაც კავკასიურ პოლიტიკაზე და მიდგომებზე, ასევე დაწერეთ რას ხედავთ გამოსავალს, რომ ონლაინ შეურაცხყოფები თუ არ აღიკვეთება და ალბათ ეს მაინც არ მოხდება, უბრალოდ მინიმუმამდე შემცირდეს. დროებით